სეუტაში მასიური მიგრანტთა ნაკადი კიდევ ერთხელ აჩვენებს მოროკოსა და ესპანეთს შორის მყიფე ურთიერთობას და ხელახლა აღვიძებს საუკუნეების წინანდელ დავებს ტერიტორიებზე, რომელთა პრეტენზიასაც ორივე მადრიდი და რაბატი აცხადებენ. მარეკ შლოსი გვთავაზობს უფრო ღრმა ხედვას. მიგრანტების მოულოდნელმა ნაკადმა სეუტაში კიდევ ერთხელ აქცია ევროპის ერთ-ერთი უჩვეულო საზღვარი, საუკუნეების წინანდელი მოროკოსა და ესპანეთს შორის ბრძოლის წინახაზად. რადგან ეს უბრალოდ მიგრაციის ისტორია არ არის. სეუტა მდებარეობს ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე, პირდაპირ გიბრალტარის სრუტის მოპირდაპირედ, ესპანეთის მატერიკიდან. მელილიასთან ერთად, რომელიც უფრო აღმოსავლეთითა, ითა ეს ესპანური ტერიტორიები აფრიკასთან ევროპის კავშირის ერთადერთ სახმელეთო საზღვრებს ქმნის. ისინი ასევე საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე ტერიტორიული დავების ცენტრში არიან. ესპანეთის ყოფნა ჩრდილოეთ აფრიკაში დაიწყო იმ ეპოქაში, როდესაც ევროპული სამეფოები იბრძოდნენ პორტებზე, სავაჭრო მარშრუტებსა და ხმელთაშუა ზღვაზე ცუდომისთვის. პორტუგალიამ სეუტა 1415 წელს დაიკავა. ქალაქი მოგვიანებით ესპანეთის მმართველობის ქვეშ გადავიდა და ესპანეთის შემადგენლობაში დარჩა მაშინაც კი, როცა პორტუგალიამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. მელილია ესპანეთმა 1497 წელს ფესის სულთანატიდან დაიკავა. დღეს ესპანეთი ორივე ქალაქს ქვეყნის მუდმივ და განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, იგივე პოლიტიკური სტატუსით, როგორიც ესპანეთის ტერიტორიას ევროპაში აქვს. მე სამხედრო სამსახური სეუტაში 60 წელზე მეტი ხნის წინ გავიარე. ამიტომ კიდევ უფრო ვალდებულად გრძნობ თავს, რომ დავიცვა იგი, რადგან ყოველთვის მიმაჩნდა, რომ სეუტა ესპანეთია და ეს მხოლოდ ბოლო დროს არ დამიწყია. არამედ 1500 წლიდანვე სეუტა და მელილია ესპანეთია. მაროკო ამ ისტორიას სრულიად სხვაგვარად უყურებს. 1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მაროკომ დაიწყო იმ ტერიტორიების დაბრუნების მცდელობა, რომლებიც უცხოური კოლონიური მმართველობის ნარჩენებად მიაჩნდა. მაროკო სეუტას სეპტას უწოდებს, მელილიას კი მელილიას. და ხშირად მათ ოკუპირებულ მაროკოს ქალაქებად მოიხსენიებს, ვიდრე ლეგიტიმურ ესპანურ ტერიტორიად. რაბატის პრეტენზიები ასევე მოიცავს რამდენიმე მცირე ესპანეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, მაროკოს სანაპიროზე. ერთ-ერთი მათგანია Penny and the Valleys de la Gomera. ეს არის პატარა გამაგრებული საგუშაგო, რომელსაც ესპანეთი მე-16 საუკუნიდან აკონტროლებს. კიდევ ერთი კი პერილის კუნძულია, დაუსახლებელი კლდე სეუტასთან ახლოს. 2002 წელს მაროკოს წარმომადგენლები პერილის კუნძულზე გადავიდნენ. ესპანეთმა კი სპეციალური დანაყოფები გაგზავნა მის დასაბრუნებლად. დაპირისპირება მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ მან აჩვენა, რამდენად სწრაფადაც შეიძლება. ცარიელმა კუნძულმაც კი შეიძლება კრიზისი გამოიწვიოს. მაგრამ ყველაზე დიდი ისტორიული დავა უფრო სამხრეთით, დასავლეთ საჰარაშია. ესპანეთმა ეს ტერიტორია მე-19 საუკუნის ბოლოს დააკოლონიზა, მაგრამ 1975 წელს, როცა ესპანეთის მმართველობა მთავრდებოდა, მეფე ჰასანმა მწვანე მარში მოაწყო და ასობით 1000 მაროკოელი გაემართა ტერიტორიისკენ, რათა გაემყარებინათ მაროკოს პრეტენზია. ესპანეთი გავიდა და საბოლოოდ მაროკომ დასავლეთ საჰარის უმეტეს ნაწილზე აიღო კონტროლი, მაგრამ მისი საბოლოო საერთაშორისო სტატუსი კვლავ გადაუთვეტელია, რადგან მხოლოდ ისრაელი და შეერთებული შტატები აღიარებენ სრულად მაროკოს სუვერენიტეტს. ეს საკითხი არაერთხელ აისახა მადრიდსა და რაბატს შორის ურთიერთობებზე. ასევე უთანხმოებებთან ერთად მიგრაციასა და ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ტერიტორიების მომავალთან დაკავშირებით. სეუტას ნორმალურ მდგომარეობამდე არ მიუღწევია. სეუტა ნორმალურ მდგომარეობას არ დაბრუნებია. ჩვენ ჯერ კიდევ ნორმალურ მდგომარეობაში არ ვართ. სეუტაში ჯერ კიდევ რამდენიმე 1000 ადამიანია, რომლებიც უკან უნდა დააბრუნონ. და სეუტას მოსახლეობაში ატმოსფერო კვლავ ახსავსეა მოუსვენრობით და შეშფოთებით. სეუტას მოსახლეობაში. სეუტაც მაროკოა. ამიტომ აქ არაფერი გვესაქმება. ბოლო მიგრანტული კრიზისით შესაბამისად გაცოცხლდა ბევრად უფრო ძველი ამბავი. ორი მეზობელი ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთს გიბრალტარის სრუტის მიერ მაუყურებენ. დაყოფილი საუკუნეების განმავლობაში არსებული კონკურენტული პრეტენზიებით, აფრიკის კონტინენტზე ესპანეთის მიერ კონტროლირებად ბოლო ტერიტორიებზე. საკითხის დეტალურად განსახილველად ახლა ჩემთან ერთად არის დოქტორი მოჰამედ ჩიტუ, პოლიტიკური ანალიტიკოსი და რაბატის უნივერსიტეტის უფროსი პროფესორი. დოქტორი ჩიტუ, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენთან ხართ AO4 News-ზე. ეხლა როცა უფრო ფართო სურათს და სეუტაში განვითარებული მოვლენების კონტექსტს ვხედავთ. რამდენად არის ეს კრიზისი რეალურად რაბატსა და მადრიდს შორის მოუგვარებელი დაძაბულობის შედეგი? ამ მიგრანტთა ნაკადს რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ესპანეთში პოლიტიკური манипуляცია, რადგან ვფიქრობ, რომ ესპანეთს მალე არჩევნები ელის და მიგრანტების ხმები ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მიზეზი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ზღვით ჩამოვიდნენ, დარჩენას შეძლებენ და დაუყოვნებლივ არ დააბრუნებენ. და მესამე მიზეზია ის ფაქტი, რომ ყავი ამბები, რომლებიც მედიაში გავრცელდა ბევრი ადამიანის მიერ,
ვინც ცდილობდა ეს ოცნება ახალგაზრდებისთვის გაეხიდა. ამბობდნენ, რომ ელდორადო თქვენს ხელშია და შეგიძლიათ წახვიდეთ ესპანეთში და შემდეგ ევროპაში. და მეოთხე ფაქტორი, რა თქმა უნდა, არის სოციალური მოლოდინები ყველა ამ ახალგაზრდა ადამიანის, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო და უკეთესი მომავალი სურთ. და ესპანეთი და ევროპა მათთვის თითქოს სამოთხედ ჩანს, სადაც ისინი სამუშაოს პოულობენ, უკეთეს ანაზღაურებას იღებენ და უკეთეს მდგომარეობაში არიან. ამიტომ ფიქრობ, რომ ყველა ამ ფაქტორმა გამოიწვია მიგრაციის ზრდა ამჯერად. და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, სანამ მაროკოსა და ესპანეთს შორის სიტუაცია ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება. თქვენ ახსენეთ ყალბი ამბები, კონკრეტულად რა ნახეს ახალგაზრდებმა სოციალურ მედიაში, ინტერნეტში, რამაც დაარწმუნა ისინი, რომ მასობრივად გადაეკვეთათ საზღვარი. სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც მთლიანად ყალბი იყო, თითქოს ხალხს შეეძლო ესპანეთში შესვლა, სამსახურის პოვნა და თქვენ იცით, მოქალაქეობა მიეღოთ, ესპანეთის პასპორტი აეღოთ და უამრავი ის სარგებელი მიეღოთ, რასაც ამერიკელები პერკებს ან უპირატესობებს ეძახიან. და ეს ყველაფერი მცდარი იყო, ცხადია ყველაფერი ყალბი იყო და ეს ყველაფერი ახალგაზრდებს, რომლებსაც სამუშაო არ ჰქონდათ, აძლევდა შესაძლებლობას, რომ ესპანეთში უკეთესი მომავალი და უკეთესი მდგომარეობა ქონოდათ. რატო ვერ შეძლეს მაროკოს ხელისუფლებამ ასეთი მასშტაბური მოძრაობის შეჩერება? ჩვენ საუბრობთ 60,000 ადამიანზე, რომლებმაც საზღვარი გადაკვეთეს. სად იყვნენ მაროკოს ხელისუფლების წარმომადგენლები? ხო, უნდა გავიგოთ, რომ ევროპამ თავისი საზღვრების კონტროლი მაროკოზე გადაიტანა და ძალიან დიდ ზეწოლას ახდენს მაროკოზე, რომ შეაჩეროს ყველა მიგრანტი, რომლებიც ძირითადად აფრიკიდან მოდიან. და თუ დღეს მაროკოს ქალაქებში იმყოფებით, დაინახავთ ამ ყველა შავკანიან ადამიანს, რომლებიც ესპანეთში გადასვლას ელოდებიან. და ეს საზღვრების კონტროლის მაროკოზე გადატანა ევროპის კავშირის მიერ ბევრ პრობლემას ქმნის მაროკოში. პირველ რიგში მაროკომ ამ ადამიანებს უნდა მისცეს იცით დოკუმენტები და სამუშაოები მისცეს და ცხოვრების და განათლების შესაძლებლობები მისცეს და ეს ბევრია მაროკოს მოსახლეობისთვის ზოგადად. კარგი, დოქტორ მოჰამედ ჩიტუ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ერთად ხართ 24 ნიუსზე და გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე. მადლობა.